მოგესალმებით, ჩვენი გადაცემა დაიწყო ეთერში წამოსანახავად და ამ გადაცემას ჩვენ ამჯერად ვწერთ კოჯორიდან, იმიტომ რომ ტრანსფორმაციის ტრენერი ყველასათვის ნაცნობი და სხვათა შორის რადიო იმედისთვისაც ძალიან კარგად ნაცნობი ადამიანი ლევან მათითაშვილი ბოლო პერიოდში სწორედ კოჯორში დასახლდა, აქ აგრძელებს თავის საქმიანობას და ძალიან საინტერესოდ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ეს რჩევა, მაგრამ წინა პერიოდი წელიწადზე მეტი, ხო? თითქმის 2 წელი დაახლოებით. წელიწად ნახევარი და ცოტა მეტი. პორტუგალიაში ცხოვრობდით და აი პორტუგალიისა და კიდევ სხვა ქვეყნების გამოცდილებით იქნებ თქვენთან ერთად ვიმოგზაუროთ შემეცნებისა და შთაბეჭდილებების სამყაროში. ვიმოგზაუროთ. მადლობა, გამარჯობა. პირიქით მადლობა ამ ინტერვიუსთვის და დათანხმებისთვის, რომ გაგვიზიაროთ პირველ რიგში პორტუგალია. რატომ აინტერესებს პირველ რიგში? იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ჩადის ტურისტულად, ეს მაინც უფრო ზედაპირული ნახვაა. უირა ლამაზი ქვეყანა, რა გემრიელი ტკბილეული აქვთ, ნატა მაგალითად, ფოტოებს გადავიღებთ რამდენიმეს და ეს რჩება მოგონებებად, მაგრამ აი ცხოვრებაში როგორია, თუნდაც პორტუგალია, იქაური გარემო და რა გამოცდილებები მოგცათ პირადად. ესე იგი, წლების წინ ჩემ თავს ურჩიე, მარიკა, რომ სადაც არ უნდა ვიმოგზაურო, ვცდილობ არ ვიყო ტურისტი. თუნდაც მოკლეხნიან მოგზაურობაში. თუნდაც მოკლეხნიან მოგზაურობაში და ვცდილობ ყოველთვის ეს მოკლეხნიანი არ იყოს და იყოს გრძელვადიანი. იმიტომ რომ არ ვიყო ტურისტი, ეს იმას ნიშნავს, რომ თავი ვიგრძნო იქაურად. როგორ ხდება ეს? აი, მანამდე ვიყავი ნეპალში მაგალითად, ერთი თვით ჩასული და ისეთ ადგილას დავსახლდი დედაქალაქში, ნეპალის დედაქალაქში. სადაც საშუალო ფენა, იქაური საშუალო ფენა და უფრო ქვევითაც სადაც ცხოვრობენ, აი იქ დავსახლდი მე თვითონ. რომ შემეგრძნო მათი ცხოვრების ყოველდღიურობა. ძალიან ხიბლავს თვითონ ქვეყნების ორგანულობა. და ორგანულობაში ან სიღრმეში ვერ შევდივარ, როდესაც ტურისტული ლინზით დავდივარ და ვიყურები. ძალიან შთამბეჭდავია ასეთი სათვალეებიდან გამოხედვა, თუნდაც ნეპალში, მანამდე შრი-ლანკაზე ვიყავი, აღმოსავლეთი აზია, მაქვს ბევრი ქვეყნები მოვლილი, არა მარტო იქეთ, აქეთაც. სხვადასხვა მხარეს პლანეტის კი. ხო, და ეს პორტუგალია რაღაც გამიგრძელდა და წელიწად ნახევარი დაახლოებით ვიყავით გუნდი ჩასულები, ცხოვრობდით. შემოვიარეთ მთელი პორტუგალია. ბოლოს დავსახლდით ცენტრალურ პორტუგალიაში, დედაქალაქთან ახლოს, ლისაბონთან ახლოს. მაგ ქალაქს ეძახიან მეთევზეების ქალაქს, სერფერების ქალაქს. პრინციპში ნახევარკუნძული არის ეს ქალაქი. და ოკეანის სანაპიროზე გამოდის, ხო, ატლანტის. არის და აი მან შევიგრძენი პორტუგალია. თვითონ პორტუგალიელები ეძახიან პორტუგალიის 64-ს მაგ ქალაქს. ხო, მართლა შთამბეჭდავია, მართლა რაღაც ეგზოტიკა არის, ну თვითონ პორტუგალია კი არის ეგზოტიკა, მაგრამ ის ქალაქი თვითონ რაღაცა სხვა ენერგიის მქონე არის და აი ეს ენერგიების შემოსვლა თუ გადავდებთ ტურისტულ ლინზას, ძალიან კარგი ნათქვამი იყო მომეწონა და ვიღებთ ცხოვრების, ადგილობრივის ლინზას, ხო? აი როგორია ეს ენერგია? თუნდაც აი რა შეგვიძლია ჩვენ გავითვალისწინოთ მაგალითად, რომ რაღაცა კარგი მივიღოთ მათგან. მადლობა რა კაი კითხვაა რა. ანუ ნახე, ბევრი მიწევს ოპონირებას, რომ არ მეთანხმება. რაში? საქართველოში. ნახეთ, რაში არ მეთანხმებიან. პორტუგალიელები არიან ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან კონსტრუქციული ხალხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მყარად აქვთ დაცული საზღვრები, ურთიერთობის სოციალური საზღვრები. ეს იმას გულისხმობს, რომ ზედმეტს არ გაწუხებენ. ანუ ყველა ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. თუ კი რამე დაგჭირდა, დაგეხმარებიან, ბოლომდე დაგეხმარებიან, მაგრამ ასე რომ აბა სათხარ და სადმიდიხარ და რასაკეთებ? არავითარ შემთხვევაში ეტყობათ თვითონაც რომ არიან პიროვნულ განვითარებაში, ყველანი რამე თუ მაგათმა დაახლოებით 50 წლის წინ დიდი რყევა განიცადეს, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები იყო მაგ პერიოდში და იმის მერე დაიწყეს რა პიროვნული განვითარება საკუთარ თავზე ზრუნვა რეალური.
ეს გულისხმობს სარწმუნოების კუთხითაც, დადიან, მსახურებაში არიან, ეკლესიებში დადიან, თვითონ ოჯახური ტრადიციებით ცხოვრობენ და ძალიან მყარი აქვთ ეს ოჯახური ტრადიცია. ოჯახის ღირებულება მუშაობს, კი, საკმაოდ კარგად. მაგრამ ნახეთ, როგორი შეფასებები მოვისმინე ქართველებისგან, რომ არ არიან განათლებული ხალხი. მე ვერ დავეთანხმე. რამე თუ რა შეიძლება რომ საზოგადოებას უთხრა რა. რამე თუ განათლებას ესე სტანდარტულად განათლებას რასაც ვეძახით არ გულისხმობს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. განათლება არ არის, თქვათ, რაოდენობრივად რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული, ან აუცილებელი იყოს აკადემიკური ცხოვრებით ცხოვრობდე. ხარისხი აქვს მნიშვნელოვანი. შეიძლება ერთი წიგნი ჰქონდეს ადამიანს საკითხული, მაგრამ ხარისხიანად ჰქონდეს გაგებული იქიდან და დისციპლინას იცავდეს. დისციპლინა აქვს გამომუშავებული. და რაღაც ურთიერთობის კულტურა. ხო, აი თუნდაც ურთიერთობაში დისციპლინა. ოჯახში დისციპლინა, ქვეყნის მიმართ დისციპლინა, საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომ გული შეტკივათ რეალურად. თუნდაც ქუჩაზე და თუნდაც საკუთარ ეზოზე და სხვადასხვა ქალაქებზეც. არა მარტო იმაზე, სადაც თვითონ ცხოვრობენ. ცხოვრობენ, კი, მესმის. და ეს ჩემთვის მართლა მაგალითია. და მე ეს ქმნის მთლიანობაში სხვანაირ გარემოს, სადაც მოგწონს ადამიანს ყოფნა. ხო, უსაფრთხოების უზრუნველყოფას ახდენს. უსაფრთხოდ ხარ. პორტუგალიაც ისედაც ითვლება ალბათ მესამე ქვეყანაა მგონი უსაფრთხოების კუთხით. პოლიცია საერთოდ არ დადის, არ არის საჭირო. თავის ცხოვრებას ემენ პატივს. ისვენებენ, როცა საჭირო არის, ადრე იძინებენ, ადრე იღვიძებენ, სუშრომაში არიან, მოქმედებაში არიან. და ეს მაგალითია მართლა ჩემთვის. ხო, ეს მართლა გასათვალისწინებელი. ხო, თან მე ჩემი ინტერესიც არის ზოგადად რა გამოვიკვლიო სხვადასხვა ქვეყნის მოდელები, თუნდაც აი რეაბილიტაციების კუთხით და გამოჯამთელების კუთხით, ხო? არა მარტო ადიქციებს გულისხმობ მე ამას. უბრალოდ ადამიანის პიროვნული განვითარება რა მოდელით მიდის. და საკმაოდ კარგად მუშაობენ თვითონ თავიანთ თავზე. ზოგადად საზოგადოება არის ისეთი ჯანსაღი ფსიქიკის, დამშვიდებული, ეს იგრძნობა მათში. ძალიან ურთიერთობებშიც იგრძნობა. ყველა სფეროში იგრძნობა რა, ადამიანის ყველა სფეროში იგრძნობა, რომ ადამიანი არის სწორ გზაზე. კარგად არის ადამიანი, ეს ზოგადად არ ვეთანხმები მაგ გამონათქვამს, იმიტომ რომ ადამიანს ყოველთვის გააჩნია სიხარულის და ტკივილის. ხო, თუ ვერ გავიაზრეთ ინდივიდის დონეზე ადამიანმა რას წარმოადგენდა ვინ ვარ, რომ ეს ცხოვრება არ არის სიამოვნება და სიამოვნებას არ უნდა დავეძებდე. აი ეს უკვე ალბათ კარგად წინ გადადგმული ნაბიჯია და მათ გააზრებული აქვთ ეს. გააზრებული აქვთ, ამიტომ შრომა რო არის და მოქმედება რო არის ცხოვრება, ეს ჩანს რა, რო იციან. და ეს არის მათი რაღაცა წესრიგი, ყოველდღიური. დილას თავისი ფასი აქვს, საღამოს გამოძინებას თავისი ფასი აქვს და ყველაფერი არის. ხო, გემოს ატანენ ცხოვრებას რა. აი პენსიონერები მაგალითად მოხწებული ხალხი ლაღად ცხოვრობს. თავისუფლებაში არიან, სიყვარულში არიან. არ შეინიშნება მაგალითად არანაირად რომ თქვათ რაღაცა მოხუცებული რახან არის და ასაკში რახან არის, ამიტომ ის რაღაცა უფრო წოდო არის, ან უფრო მეტად მიხედვა ჭირდება, თანაბრობა არის რა, ახალგაზრდა და მოხუცებულიც ერთნაირად არის, ერთნაირად ცხოვრობს, ერთნაირად არიან მოქმედებებში და ერთნაირად უხარიათ ცხოვრება. და ის რაც თვალშისაცემი, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია, საღამოობით მოხუცებული წყვილების სეირნობა. რომელიც კიდე ცალკე სანახაობაა, მე მგონი და ეს პორტუგალიაში, ესპანეთშიც არის, მაგრამ პორტუგალიაში ძალიან იგრძნობა. ხო, მეც ხაი ზუსტად, კი. როგორ სეირნობა. კი. ისი მაჩვენებელია ეს? ეს არის მაჩვენებელი, რომ თავის დროზე დაიწყო ადამიანმა საკუთარი თავის სწორი განვითარება. მაგის მაჩვენებელია. პრინციპში მეც მაგას ვაკეთებ დღეს, რომ უზრუნველყო ჩემი მოხუცებული ასაკი და პერიოდი, ხო? დღეს თუ არ დავიწყებ მე და რაც უფრო ადრე დავიწყებ ამაზე ზრუნვას, მით უფრო გარანტირებულად მექნება ხანში შესული და უფრო ზევით ასაკი, ხო? ცხოვრება. ცხოვრების ხარისხი უფრო უკეთესი მექნება. და თუნდაც ამით არის, მე მგონი პორტუგალია მაგალითი, რომ აი ეს ამ საქციელში და ამ სცენაში ხელჩაკიდებულ სეირნობაში ჩანს მათი ცხოვრების. კი, ნამდვილად არის მაგალითი.
არის მაგალითი. და ისევ აი ვიტყოდი, რომ არ არის რა მნიშვნელოვანი ეს სტერეოტიპულად განათლებას, რასაც ვეძახით. აი საქართველოში განათლება რა არის, რომ ბევრი წიგნები წაიკითხო? აი რას ნიშნავს, ხო, განათლება? ხო და არა, ხარისხი უფრო არის რა და ეს უფრო დისციპლინაზე აისახება, ვიდრე თქვათ შეიძლება კონდეს აკითხული მილიონი წიგნი. მაგრამ ისი ცხოვრობა მაგრამ არ კონდეს აღებული იქიდან მნიშვნელოვანი რაც არის. და როგორ უნდა აიღო იქიდან მნიშვნელოვანი, ამაზე არის სამუშაო. თუ აღებაზე ვსაუბრობთ, ესეთი შეკითხვა მექნება. აი იმ რამდენიმე ცენტრალური ქვეყნიდან, რომელიც საინტერესო იყო თქვენთვის, თუნდაც ნეპალი, შრი-ლანკა, პორტუგალია, რა მთავარი მარცვლები აიღეთ, რაც ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში გეხმარება? მთავარი მარცვლები ისევ და ისევ ავიღე სოციალურ ნაწილში ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით. რეალური პატივისცემა რა არის სხვა ადამიანის. რეალური პატივისცემა. ეს რეალური პატივისცემა არ არის, რომ ჰიპერმზრუნველობა გამოვავლინოს სხვა ადამიანებზე. ჰიპერმზრუნველობა არის ეგოიზმი და სხვა ადამიანის დაზიანება. ამიტომ სხვა ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ თვითონ ავტონომიურად განვითარდნენ. ეს ჰიპერმზრუნველობა კიდე დესტრუქციული ჰიპერმზრუნველობა არ აძლევს ადამიანს დაცემის საშუალებას და ჩვენ ხო დაცემის დროს ვსწავლობთ რეალურად, ჩვენ ხო შეცდომებზე ვსწავლობთ და იქ ეს ამავდროულად რომ ეს ოჯახური ღირებულება უჭირავთ და ამავდროულად სწორად უჭირავთ, რომ აძლევენ იმის საშუალებას, თუნდაც ოჯახში, თუნდაც ნებისმიერ გაერთიანება იქნება ეს თუ სამსახური იქნება, თვითონ ქვეყანა აძლევს ერთმანეთს საშუალებას მოქალაქეები, რომ ჯანსაღად განვითარდნენ. დაუშვან შეცდომები. ოღონდ შეცდომის დაშვება არც უხერხული არ არის, არც ცირცხვილი არ არის. პირიქით შეცდომის დაშვება მიჩნეულია, რომ ის განვითარებაშია, რისკავს და აი ამის ფონზე ის ვითარდება და ჯანსაღად ყალიბდება. აი ნეპალელებს მაგალითად პირველივე სიტყვაში აქვთ ეგ ჩადებული ეს ცნობილი ნამასტე, რომელიც შემდეგ თემსოფლიოს აკადაცებული, რომ მე შენში ვხედავ ღმერთს, ანუ უკვე პატივისცემა პირველივე სიტყვაში ნამასტეს კითხვის და ყველაფერი გასაგებია, ხო? კი, გამარჯვების დროსაც და ნახვამდის დროსაც, დამშვიდობების დროსაც. უკვე მოგაწოდა პატივისცემა თითქოს. ხო, ძალიან დიდი სიმბოლოა ეს ნამასტე, ხოლობიჩი ეუბნებიან ნამასტეს, მრავლობიჩი ნამასკარ. ნამასკარ. და ზუსტად ეგ არის რა, რომ ჩვენ ერთნი ვართ, არ უნდა დაგვავიწყდეს. ყველას უკეთია, ვთქვათ, ნეპალზე თუ ვამბობთ, მარჯვნივ, აი მეც მიკეთია, ამას ეძახიან. ხო. Good luck bracelet, ანუ ბედნიერების. შეიძლება ხელით მოგკითხო, ხო, ბედნიერების და წარმატების სამაჯური. სამაჯური. და ეს ყოველთვის გახსოვს, რომ მარჯვენა ხელით შენ გასცე სიკეთე. აჰა. მარცხენა ხელით ზოგადად მიღება არის, მარჯვენა გაცემა. და ყოველთვის ახსოვთ ეს, რომ ეს მარჯვენა ხელით უნდა გაცე შენ სიკეთე. ჩვენ ადამიანებმა არ ვიცით. ანუ განვითარება რა არის, ხო? განვითარება არის, რომ ის ვიცოდე და მახსოვდეს, რომ მე არ ვიცი რა არის პატივისცემა, არ ვიცი რა არის სიყვარული, არ ვიცი რა არის სიკეთე და ეს მოქმედებებში უნდა ვაკეთო, რომ ვისწავლო. აი ეს არის ფუძე განვითარების და სწავლა სიბერემდე, ანუ მაგას გულისხმობს, რომ მთელი ცხოვრება მე ეს ვისწავლო. მშობლებს პატივი როგორ ვცე, როგორ შევიგრძნო და ვიყო მდგომარეობაში, რასაც ქვია უპირობო სიყვარული. კი ბატონო. ხო და ნუ ფაზებია რა ადამიანის ცხოვრებაში, თავიდან ემოციას ვეძახით სიყვარულს, თავიდან ყველანი ეგოიზმში ვართ. და აქინა უნდა გამოვახციოთ, რომ მედან ჩვენში გადავიდეთ. გასაგებია. და მე ხშირად მომისმენია ადამიანებისგან, ვინც თქვათ თუნდაც ნეპალში არის სამგზავრო, რანაირად მშვიდები არიან, არაწუხებთ თქვათ ეს გაჭირვება, რაც მათ აქვთ, ქუჩაში ცხოვრობენ და მაინც მშვიდია, ინდოეთზეც ამას ამბობენ. ანუ ეს გარემო პირობები სხვა რამეა, რა საიდანაც ჩვენ ვხედავთ ამ ადამიანებს და ისინი შიგნიდან არიან სხვანაირები, ხო, ალბათ? შიგნიდან არიან სხვანაირები, რამე თუ ისინი დგანან რწმენაზე. აი ერთ ნეპალელს ვესაუბრე, მე მათ აღებული მაქვს საკმაოდ კარგი ცოდნები, მაგითაც ხელმძღვანელობ ახლა ადამიანებთან ვმუშაობ. ის მეუბნება, რომ მე მადლიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რა გარემოში ვცხოვრობ, რა პირობებში ვცხოვრობ, მადლიერი ვარ ამ ცხოვრებით. რატო? იმიტომ რომ მე მეძლევა იმისი საშუალება,
რომ გარკვეული რაღაცა დავალიანებები, რაც მაქვს ცხოვრებაში აკიდებული, თუნდაც წინა ცხოვრებებში, ეხლა გადავიხადო ეს ვალები. და ამისი საშუალება მეძლევა, ანუ სამყარო მაძლევს ამის საშუალებას, რომ ეს გავაკეთო. მაგრამ აი ხო ხედავთ, ეხლა რევოლუცია მოხდა იქ. ხო, აი როგორ მღელვარე პერიოდია ეხლა, პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლი უკიდია. ხო, ზოგადად ეხლა ნეპალი იქნება ის თუ სხვა ქვეყანა იქნება, ადამიანი ყველგან ადამიანია და აფეთქებები ხდება მაინც. რა თქმა უნდა, ეს აფეთქებების ხარჯზე არის განვითარება. მესმის. ცოდნები ავიღე ნეპალიდან ეს ნათქვამი მომეწონა. საერთო ჯამში აი თუ ფიქრობთ, რომ თითეული ახალი მოგზაურობა რაღაცნაირად გვცვლის შინაგანად. თუ ყურადღებით მოგზაურობთ და მართლა ვაკვირდებით. მზაობა თუ გაქვს ადამიანს ცვლილებებისთვის, ანუ სიახლის მიღებისთვის, მაშინ აუცილებლად გცვლის სხვა კულტურები, სხვა ადამიანებზე დაკვირვება, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ არ არის აუცილებელი. შენ შეგიძლია იჯდე ერთ ლოკაციაზე და იქ განვითარდე და იქ მიიღო სიახლე. გარეთ ძებნა არა, გარეთ ძიება და ძებნას არაფერი ისეთი არ მოაქვს, რა თქმა უნდა, მოაქვს, იმიტომ რომ ახდენს რა ერთგვარ ინსპირაციას, რომ შიგნით შეგატრიალოს და შიგნით დაიწყო რეალური ცოდნების აღება. სხვისი ნახვით ჩვენ რაღაცად ვიცვლებით? ანუ სხვას გულისხმობთ მთლიანად სხვანაირი, აი ნეპალში როგორც არის მაგალითად კულტურულად სხვანაირი ადამიანი. შრი-ლანკაზეც არის თუ სწორი მიმართულებით ვითარდები და შემთხვევით სწორი მიმართულებით განვითარება აუცილებლად გულისხმობს მასწავლებლის სკოლას, ან მოძღვარის, ან გურუსი, ყოველ შემთხვევაში შენზე ძლიერი ძალის, თუ სწორი მიმართულებით ვითარდები, მაგ შემთხვევაში გარე სამყაროში რაც გევლინება, ყველაფერი არის გაკვეთილები და მასწავლებლები. უბრალოდ უნდა გეჭიროს განვითარებისთვის არსებული სწორი ინსტრუმენტები, რითიც ვითარდები. თუ ეგოისტურად შენი გონებით თვითნებურად ფიქრობ, რომ შენ ვითარდები, ну საერთო რაღაც სურათში კი ვითარდები, მაგრამ რთულია რა, ტანჯვა არის რა, უფრო ბევრი ტკივილები და წინააღმდეგობებია ამ გზაზე. ვიდრე თქვათ, გადააბარო, მიებარო ვინმეს შენს ყოველ შემთხვევაში წიმავალ ეს ადამიანი იქნება თუ რელიგია იქნება თუ ცოდნები იქნება და იმაში ჩაება და გაყვე დინებას. აჰა. და ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს, ხშირად გითქვამთ, რომ როდესაც ეს მიდიხარ თქვათ ამ შენ გზაზე, რაღაცები თავისით მოდის. აი ეს ქვეყნები თავისით მოვიდა? თუ ეს იყო დაგეგმილი წასვლები, რომ მოდი აბა ხა წავიდეთ ნეპალში და ავითვისოთ იქავრობა, მოდი წავიდეთ პორტუგალიაში, თუ ეს რაღაცნაირად მოდის და გვევლინება როგორც ახალ-ახალი გამოცდილებები. ცხოვრება ზოგადად თავისთავად ხდება. ყველაფერი თავისთავად არის. ჩვენგან არაფერი არა. ხო, ეხლა ამ კითხვაზე შემიძლია ესეც გიპასუხოთ და ისეც გიპასუხოთ, მაგრამ ჩემი შინაგანი ხედვა, ანუ აღქმა, როგორც ვცხოვრობ, ცხოვრებაში ჩემი ასე ვთქვათ მოქმედებები თუ ინიციატივები და ძალისხმევა არის მხოლოდ ალბათ ხელშეშლა ისევე ჩემი განვითარებისთვის. ცხოვრება თავისთავად ხდება, მე ესე აღვიქვა. თავისთავადობაში ვართ ჩვენ ყველა. და ის ქვეყნები რაც მოვიდა, უნდა მოსულიყო თავისით. რა თქმა უნდა, ამ გზაზე შენ ყველაფერი მოგდის, არ უნდა მიეჯაჭო უბრალოდ რა. აი ეს არის მთავარი სწავლება ჩვენ რასაც გავცემთ. ანუ ეს არის რომ შენ ხო არ იცი რომ დაიბადე, ანუ შენ ხო თავისთავად დაიბადე, ესე თავისთავად ცხოვრობ, ეხლაც თავისთავად მოხდა ეს ჩვენი დიალოგი, ხო? მაგრამ აი ეს განპირობებული გონება ეგრეთ წოდებული, ხო? გაჩვენებს თითქოს რომ რაღაცა შენი დამსახურებაა ეხლა რომ ზეამოდის და ჩადის თითქოს რა შენაკეთებ ამას მაგრამ ნუ რა საერთო ჯამში აი სიღრმეში ადამიანს რაც აქვს და თავიდან სიბნელეა და მე გადიხან მაგიდან შუგზე მაგ პროცესს რო გაევლი მიხვდები რომ მართლა შენ ხარ ოღონდ ნამდვილი შენ და არა ის რაც გარე სამყაროდან აღებული ცოდნებით გაჩვენებს შენ თავს. აჰა, რაც გგონია. ხო, რაც გგონია ის არა ხარ. შესაბამისად შეიძლება რაღაც რო გავიდეს და საერთოდ სხვა რეალობაში და სხვა ქვეყანაში შევხვდეთ ერთმანეთს და იქ ჩავწეროთ თქვა შემდეგ ინტერვიუ. ანუ ყველანაირად შეიძლება მოვიდეს. იმდენად შესაძლებელია, რამდენადაც არ არის შესაძლებელი.
ახლა რა ვიფიქრო მე ამ მომენტში? არ ვიცი, თვალინდელი დღე თავის თავზე თვითონ იზრუნებს. დღეს აქვს ხედვართ კოჯორში და საუბრობთ. ხო რა იქნება? და ძვირფასი საუბარი. მეგონი ჩვენი საერთოდ როც ამოწურისკენ მიდის. საერთოდ რა ამოწურავს? ლევან მათიდაშვილთან საუბარს, მაგრამ ფორმატს თავისი კანონები აქვს. ამიტომ ამ შემთხვევაში დავემშვიდობოთ ერთმანეთს და შემდეგ უკვე ვნახოთ. ნამასტე. კი ბატონო, დავიტოვოთ ეს ძვირფასი გამოთქმა ნეპალელებისგან და დავიტოვოთ ეს ინტერვიუ, რომლისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ჩვენი გადაცემის განმეორებას, რა თქმა უნდა, მოისმენთ რადიო იმედის საეთერო ბადის მიხედვით, მომდევნო კვირაში კი უკვე ახალი სტუმრით და ახალი მარშრუტებით შემოგიერთდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.